დიდი მადლობა მოთმინებისთვის, მაგრამ ფაქტიურად ეხლა ვიწყებთ საუბარს ყველაზე თავალზე, ფუნდამენტულზე და ასე ვთქვათ, წყაროზე იმისთვის, რომ ხვალ რაღაცა შეიქმნას ამ ქვეყანაში. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ქანდაკებას, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო პროცესზე. და შესაბამისად, მოდით, გთხოვთ ბატონებო, ბატონ გურამ, აბა ნახეთ, ჩართულია. არა, მოდით აი ეს გამომართოთ, მაგას მივუხეთ. რა, ჩართული. ანუ ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთად განვიხილოთ ის პრობლემატიკა, რომელიც დღესდღეობით დგას ქანდაკების განათლებასთან დაკავშირებით. არა მარტო ქანდაკების, თქვათ, პროფესიული კუთხით, არამედ საერთოდ რა სჭირდება მოქანდაკეს. და რამდენად ადეკვატურია ის ცოდნა, რომელსაც დღესდღეობით აკადემია აძლევს სტუდენტს. ანუ თემა ის კი არ არის, რომ ვიღაცა რაღაცაში დამნაშავეა. ანუ ჩვენი ამოცანაა, რომ რაღაცნაირად სიტუაცია გამოვასწოროთ. და შესაბამისად გვინდა თქვენთან ერთად გავიაზროთ ეს ყველაფერი, მოусმინოთ მოქანდაკეებს, მოусმინოთ ახალგაზრდებს, რომლებიც აგერ საუბრობდნენ, რომ გარკვეული პრობლემებს ხედავენ ამ მიმართებით და რაღაცნაირად ნათელი გავხადოთ თუნდაც ის პრობლემური ზონები, რომელიც არის ამ პროცესში. მოგესალმებით, რაღაც უჩვეულო იმაში ვარ ამპლუაში, ესეთ რაღაცაში მე არასდროს მონაწილეობა არ მიმიღია. თუ რამე შემეშლება, ალბათ შემისწორებთ. ჩემი გადმოსახედიდან ეხლა მე რასაც უყურებ, ჩვენ წარმოვადგეთ სამხატვრო აკადემიას, ალბათ კი არა ერთადერთი მთავარ დიდ დაწესებულებას, რომელიც და მით უმეტეს ქანდაკების მიმართულებით მუშაობს, ასწავლის, უშვებს იმებს, პროფესიონალ კადრებს. ალბათ სასურველია, რომ პოზიტივზეც და ნეგატივზეც იყოს საუბარი, მაგრამ პოზიტივი ძალიან ცოტაა ჩვენ შემთხვევაში. ახლა კოლექტივი, რაც მუშაობს, რაც დაკავებულია, საკმაოდ გულწრფელად და სინდისიერად ასრულებს ყველაფერს. პროგრამებიც, რაც არის ჩაშვებული, აკრედიტირებული პროგრამები, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო, საკმაოდ კვალიფიციურად არის და აკრედიტირებულია და იძლევა იმის საშუალებას საერთაშორისო თვალსაზრისით, რომ ძალიან მაღალი ცოდნის პროფესიონალები გამოუშვას. ის რომ ჩვენ განვიცდით ძალიან ისეთ სივიტროვეს აკადემიაში, ჩვენ ძალიან ცოტა ფართი გვიკავია ახლა და საერთოდ დარგი განიცდის ძალიან ასე ვთქვათ ზეწოლას იმ თვალსაზრისით, რომ აი ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, გამოუშვათ რაღაცა დონეზე, მაგრამ შემდგომში თვითრეალიზაცია რო არ ხდება ამ კადრების, ანუ დასაქმებას გულისხმობ, ძალიან თითო როლა სტუდენტი მოდის უკვე იქ სასწავლებლად, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ეხატება და სხვანაირად არ შეუძლია, მაგრამ ვიღაცის მშობელი მაგალითად ცდილობს, რომ ისეთი სპეციალობა შეურჩიოს, სადაც პრაგმატულად და რაღაცა ეკონომიურად თუ რაღაცა უფრო შეძლებულად იცხოვრებს. ხო, რა თქმა უნდა, მოახდენს თავის და საერთოდ სოციუმში საქმიანად ჩაეწერება. ეს ყველაფერი მიბმული არის ზუსტად ამ დარგის, აი ესე ვთქვათ, მე არ მინდა სიტუაციად ვიხმარო დეგრადაცია, მაგრამ იქითკენ მიდის ყველაფერი, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, არც საბჭოთა კავშირს არ მივტირი მე.
მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ მიმართულებით, როდესაც ისე როგორც ალბათ სხვა ინსტიტუტებშიც ალბათ ესე იყო, ქანდაკების მიმართულებაზე იღებდნენ 9 ადამიანს და ამდენივე ამთავრებდა სადიპლომოთი. ეხლა როდესაც ჩვენ გვაქვს 6 ან 7 ადამიანი კვოტა, ანუ სამინისტროდან დაწესებული და ეს ივსება მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ვიღაცა შემთხვევით ჩამოწერილი იმაში იცით ყველამ, რომ იქ რამდენიმე ის ინსტიტუტი უნდა მიუთითო ან მიმართულება და ასე შემდეგ, ხდებიან შემთხვევითი ადამიანები და ბოლოს გამოდის ისე, რომ შემორჩება ხოლმე 3 ან 2 ან 4 იმ მიმართულებაზე, ანუ ჩვენს ქანდაკების მიმართულებაზე. და შემდგომში უკვე თავის გადარჩენის მიზნით ესენიც, რომ ხშირ შემთხვევაში ამთავრებენ და შეიძლება სამაგისტროზე აღარც კი გააგრძელონ სწავლა, ხდებიან სხვა მიმართულებით დასაქმებულები. ეს იქნება შეიძლება ვიღაცა რაღაცას აშენებდეს, ვიღაცა რაღაცას ანგრევდეს, ყველაფერს კიდემენ ხელს, მაგრამ ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან თავის თავარ პროფესიას რის გულისთვისაც რაღაცა გარკვეული ის ჩადეს წოდნა. აი ეს მიმაჩნია, რომ თავარი და მთავარი აქ გასაკეთებელი ის არის, რომ დარგისადმი ინტერესი გაძლიერდეს, გარკვეულწილად სახელმწიფოს მონაწილეობა გაიზარდოს და რაღაცნაირად გადარჩეს ეს დარგი. მით უმეტეს, რომ იმ 100 წლის იუბილე იყო არც ისე დიდი ხნის წინ სამხატვრო აკადემიის დაარსებიდან, ამ დაწესებულებამ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ის, რაც არ ისწავლებოდა და არ კეთდებოდა 100 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი შედეგები დააფიქსირა, ეს თვალნათლივ ჩანს აი განხორციელებული მოქანდაკეების მიერ, აი თვითონ აქ სადაც ვართ მერაბ ბერძენიშვილის მათი თაობის, მათი წინათაობის, კანდელაკის, ნიკოლაძის და ასე შემდეგ. სკოლა შეიქმნა, სკოლა ჩამოყალიბდა, სკოლამ შედეგები აჩვენა, გაიზარდა, გამრავალფეროვდა და დასანანია, რომ აი ახლა თავდაღმართში მიექანება იმის გამო, რომ განანიჭიერები აკლია, არამედ სახელმწიფოს პატრონაჟი და რაღაც აკლია. ნუ ახლა დეტალებზე მე შეიძლება კიდე. დიდი მადლობა ბატონ გულამ. ერთი, ანუ ცოტა კითხვას დავამატებ კუთხეს. ანუ ჩვენ რეალობაში ახლა არა მარტო საქართველოში, ხო, საზღვარგარეთაც გარკვეულწილად ფორმასთან ურთიერთობა იცვლება. ხო, რაღაცა გადავდივართ უფრო ვირტუალურ სამყაროში, გადავდივართ ციფრულ ტექნოლოგიებზე და აი ამ პროცესების გამოყენება ფაქტიურად ხდება აუცილებელი მეთქი, როგორ თქვა, მაგრამ საჭირო იმისთვის, რომ სამგანზომილებიან ფორმასთან კონდეს რაღაცა კომუნიკაცია. ნუ თანამედროვე განზომილებით. აი და ეს საითმინდა ისიც წავიდე, ხვალ იმდენად ხვალ შეიცვალა თავად ბაზარი, თავად მოთხოვნა იმ პროდუქტთან, რომელიც წლების განმავლობაში რაღაცა კლასიკური სახით იყო წარმოდგენილი და რაღაცა დანამატები ხო არ არის საჭირო, რომ ბაზარზე უფრო მოთხოვნა გაიზარდოს. ეხლა თქვენ რასაც ბრძანებთ, ჩვენთან შეზღუდული და კონსერვატიული დამოკიდებულება არაფერზე არ არის. ეხლა გზადაგზა რომ მოვდიოდით და თუ აღარ გაჩერდა აქ ბოლომდე რომ გაგვეგრძელებინა საუბარი. ჩვენთან ისწავლება ყველაფერი. ნუ ეხლა ელექტრონული რაღაცების ცალკე საგნებია, რასაც გადიან და ეს მათ თავდადება უნარებზე და მონდომებაზე თუ კიდე რამით გაიმდიდრებენ. შეზღუდული იქ არაფერი არ არის. ჩვენ ვსწავლობთ ქანდაკებას ადამიანის სხეულის საფუძველზე, ან ცოცხალი ბუნების საფუძველზე. მაგრამ იქ დავალებები არის
ყველანაირი აბსოლუტურად შეუძლიათ ყველა მიმართულებით თავარია დაასაბუთონ მათ თავისი წამოწყება. თუნდაც ეს ერთი შეხედვით იყოს утоპიური. ჩვენი სადიპლომო დაცვებით ბოლო წლებში ის როგორც ახლა წინა 10 წლეულების წინ თქვათ ხდებოდა აი მარტო ფიგურატიული კეთდებოდა ან რაღაც ეს შეიცვალა. კეთდება სხვა პლასტიკა. აი ეხლა მოგვიწია ჩვენს სამადასრულა ქანდაკების მაგისტრატურა. აქედან ერთი იყო ფიგურატიული, ორი იყო ლითონში შესრულებული, სხვა იმით განზოგადებული ფორმით გაკეთებული ქანდაკებები. წინა წლებშიც აი შემოდგომაზე აქაც არის აჩიკო ცუცქირიძე შემოდგომაზე მოუწია მას დაცვა წარმოდგენიც არის ის მისი ნამუშევარი რომელიც დაიცვა ისე რომ ამ თვალსაზრისით სრულიად თავისუფალი არიან შეუძლიათ აი ფანტაზიას სრული გასაქანი მისცენ და რაც უნდა ისაკეთონ ჩვენ ვასწავლით იმ კულტურას და იმ კულტურის საფუძველზე მას შეუძლია უფრო ულტრა თანამედროვე რაღაცების გაკეთება მაღალ ხარისხში, იმიტომ რომ მას საფუძვლიანი განათლება აქვს და გავიხსენებ მაგალითად მაგალითისთვის მოვიყვან უდიდეს ინგლისელ მოქანდაკეს გენრი მურს, რომელსაც ალბათ ცოტა თუ ვინმე შეედრება გამომგონებლობაში. მას აქვს ყველა მიმართულებით ნაკეთები ქანდაკებები და მისი სიტყვებით რომ ვთქვათ საფუძველთა საფუძველი მაინც ამ ქანდაკების სწავლების არის ადამიანის ფიგურა. აი ეს არის ჩემი პასუხი ამაზე რომ სრული თავისუფლება და სრული დიდი ასპარეზია. დიდი მადლობა ბატონ გულამ. ეხლა ლევანთან მექნება კითხვა ანუ ცოტა თემას რო გავყვეთ ხო ბატონმა გულანმა ფაქტიურად ახსნა ორი მთავარი პრობლემატიკა ეს არის ბაზარი ერთი მსხვილი და მეორე გარკვეულწილად სახელმწიფოს მხრიდანაც არ არის აქტიული ასე ვთქვათ ძალისხმევა იმისთვის რომ სექტორი და ინდუსტრია შენარჩუნდეს ხო და ნუ გარდა მაგისა ვიცით რომ წლების მანძილზე ბოლო 30 წლის მანძილზე ეს ყველაფერი ნადგურდება და ინგრევა აი ამ მიმართებით თქვენი გადმოსახედიდან ამ შემთხვევაში მე საგანმანათლებლო კუთხით ვკითხულობ რა საჭიროებებს გრძნობთ ან თქვათ იგივე აი იდეა ის არის რომ აქ არიან მონქანდაკეები წარმოდგენილები აქ არიან ასოციაციები წარმოდგენილები რომელიც მეტნაკლებად კავშირში არიან ამ პროცესთან ანუ აი ერთობლივად ვისი გაკეთება შეიძლება ვისი მიღწევა შეიძლება რა პრობლემას ხედავთ იმისთან რომლის გადაჭრაც რაღაცა გაერთიანებული ძალებით შევძლებთ. კი ბატონო. ცოტა ძალიან კარგი შეკითხვაა, ცოტა შორიდან დავიწყებ, იმიტომ რომ გონია რომ ესეც ხაზგასმელია. არსებობს დარგები, არა მარტო ქანდაკება არ არის მარტო ესეთი დარგი, არქიტექტურა შეიძლება ითქვას ესეთი დარგია, მედიცინის სფეროებიც ასე და კიდევ ბევრი შეიძლება ჩამოთვალოთ, რომელსაც ჭირდება აკადემიური სწავლება, რომელსაც ჭირდება საუნივერსიტეტო მიდგომა რა. ეხლა არის მაგალითად ისეთი მიმართულებები, რომლებიც სულ რო ავკრძალოთ, ისინი მაინც არ გაქრება. ეს არის ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთებთან დაკავშირებული, უტილიტარულ ნივთებთან დაკავშირებული სპეციალობები, აღარ ჩამოვთვლი. ქანდაკება არის ისეთი დარგი მოგეხსენება ძალიან კარგად, რომელსაც ჭირდება აუცილებელია მისთვის, მისი ფუნქციონირებისთვის, ანუ მისი სიცოცხლისთვის საუნივერსიტეტო მიდგომა, ანუ აკადემიური სწავლება და აკადემიური მიდგომა. ეს პრინციპში იმასაც გულისხმობს, ეს მიდგომა იმასაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოს უნდა კონდეს რაღაცა პოლიტიკა აი ამ მიმართულებით რა. არ შეიძლება, ჩემი აზრით, არ შეიძლება იყოს ეს რაღაცა ბაზარი დაარეგულირებს ფრაზით, რომ შემოვიფარგლოთ რა. ბაზარი ძალიან ცუდად დაარეგულირებს ამ საკითხს. ჯობია რომ იყოს რაღაცა, ჩემი აზრით, რაღაცა პოლიტიკა განსაზღვრავდეს დარგის ზოგადად მიმართულებას და დარგის ფუნქციონირებას რა. რას გულისხმობ? მე არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობ იმას, რომ
რაღაცა ეს უნდა იყოს რაღაცა იდეოლოგიზირებულობას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. მე გულისხმობ იმას, რომ უბრალოდ რადგან სახელმწიფოს აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემაში ჩასმული ქანდაკების მიმართულება რაღაც დონეზე მან უნდა განსაზღვროს ქანდაკების მიმართულებას ვინც დაასრულებს დაამთავრებს, ანუ კურსს დამთავრებული მეტნაკლებად როგორ უნდა ოპერირებდეს შემდეგ ცხოვრებაში. მე არ ვიძახი იმას, რომ ეს გარანტირებული უნდა კონდეს რაღაცები, მაგრამ არსებობს საქართველოში კონკრეტულად არსებობს ისეთი პროექტები, სადაც აუცილებელია, რომ მოქანდაკე მონაწილეობდეს რა. ძალიან კარგი იქნება, რომ მონაწილეობდეს და უბრალოდ კომუნიკაცია უნდა მოხდეს სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში სამხატვრო აკადემიის უფრო მეტად ანუ კომუნიკაციაში უნდა შევიდნენ ერთმანეთთან. ბმა უნდა უფრო უკეთესი ბმა უნდა იყოს. ერთ რაღაცას გამოვყოფდი კიდე, აი მაგალითად ცნობილი მოვლენების შემდეგ, აი მე-20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაც მოხდა მსოფლიოში ძირითადად, ანუ ეს ლიბერალური დამოკიდებულება რო გავრცელდა, ყველა აი ესეთი საუნივერსიტეტო პროფესიები ყველანი რაღაც ჩიხში შევიდნენ. გარდა გერმანიისა, ძალიან უცნაური ფაქტია, გერმანიაში მოხდა ისეთი რაღაც, რომ ალბათ ეკონომიურმა მდგომარეობაც განაპირობა და ალბათ პოლიტიკამ უფრო მეტად რა, რომ რაღაც დარგები ცოტა უფრო მეტად შეიძლება ცუდი სიტყვა, მაგრამ შეინახეს, ასე ვთქვათ რა. ანუ რაღაცა მიმართულებებს უფრო მეტი დოტაცია დაუნიშნეს და ისინი გადარჩა. და აი თავისუფლად შესაძლებელია რაღაცა ისეთი მოხდეს, რომ ეს ყველაფერი ისე უფრო მეტადაც კი დაგვჭირდეს რა. და ამიტომ აუცილებელია, რომ ანუ სახელმწიფოს მეტი ჩარევა კონდეს აი ამ მიმართულებით რა. დიდი მადლობა. მეგობრებო, ასევე მინდა თქვენგანაც მოვისმინო თქვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე მინდა დავამატო ის, რომ პოლიტიკა რეალურად სახელმწიფომ მინიმუმ უნდა განსაზღვროს სექტორში რა თანხას დახარჯავს. თუ ეს სექტორი მისი პოლიტიკის ნაწილია, ანუ თუ მას გააჩნია პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ განსაზღვროთ თუ საერთოდ ამ ქვეყანაში ვინმეს უნდა ქანდაკება, მაშინ ამ ქანდაკებას უნდა კონდეს ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ცხადდება კონკურსები, ეს კონკურსების გამოცხადება დარგს ვერ შეინარჩუნებს. და ყოველწლიურად ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ამ დარგის, ასე ვთქვათ, იგივე ეს კონკურსები ნელ-ნელა იკლებს. ხალხი მიდის და ასე შემდეგ, ანუ პრობლემურად რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება 30 წელიწადში ამ ქვეყანაში საერთოდ აღარ იყოს ქანდაკება. ამიტომ გთხოვთ თქვენი მხრიდან იქნება გამოთქვა თქვენი აზრი. გისმენთ გია. აქ ითქვა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, მე ისე ვიქავარ. ჩვენ ხედავთ, რომ როდესაც შეიცვალა საბჭოთა კავშირი გადავარდა რა, ყველა ხელისუფალი კარგად მიხვდა, რომ მის ქანდაკების ძალას და ენერგიას, მის გავლენას, ამიტომ მოხსნეს, ხო? იმის თქვა მინდა, რომ კარგად ესმით. მაგრამ რატომღაც არ ესმით, რომ კარგი კუთხით წარმოჩინება ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ აი წეღა რა ვთქვი, რომ კულტურის გამოსახულება ქანდაკებაში ყველაზე უფრო მეტი მგონია. ეს მარტო ჩემი აზრი არ, ისტორიამ დაამტკიცა ეს. რაც შეეხება აკადემიას. მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი სასწავლებელი ეს არის უპირველეს ყოვლისა ტექნიკურ-ეკონომიკური ბაზა და პროფესურა. პროფესურასთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ქანდაკებას ყოველგვარი ტექნიკურ-ეკონომიკური საშუალებები მოუსწრეს. განზრახ თუ მე მაინც მეჩვენება, რომ მიზანმიმართულად. იმიტომ რომ არ თვლიან, რომ ქანდაკება რამეთ ღირს და თავის შეწუხება და ატკივებად. მოტყუები დაგვინგრიეს ცალკე შენობა, სახელოსნოები, ვითხრეს, რომ ახალი აშენდებაო და მერე სკვერის გაკეთება გადაწყვიტეს. პროექტიც კი გაგვეკეთებინეს, თქვენ გემოზე იქნებაო. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი ყურადღება არ ექცევა. ეხლა თქვენს გვერდზე მჯდომ პედაგოგს კითხეთ, რამდენი აქვს ხელფასი. და მოგახსენებთ, რომ წელიწადში
ანუ თვიურით ანაზღაურება არ გამოდის 200 ლარიც კი. ანუ პენსიის ოდენა ხელფასი არ აქვს. მიუხედავად ამისა თავდაუზოგებლად მუშაობენ. მე კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ. შემთხვევითი აბიტურიენტები მოდიან და ნახეთ ისეთ გარემოში სადაც გავლით გაიძულებენ, ესეთი გარემოა, რომ უნდა გაიარო. არანაირი ინტიმი, არანაირი სიმყუდროვე, ჩემი სახელოსნო, მსგავსი არაფერი არ არის. სახელოსნოებს ებრძვიან. ხვდებით? ეს უნდა იყოს ლექცია, ანუ 2 საათიანი ლექცია. კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია. კიდევ უფრო გაუარესდა, აგერ ბატონო. როგორ შეიძლება, როდესაც მოდის სკოლიდან ბავშვი და მას არ დაახვედრო აი სახელოსნო სიმყუდროვე. და ის ინტიმი და ის ძალიან უშუალო პედაგოგსა და მას შორის მუშაობის დროს სიტუაცია. ის შემოივლის და გაივლის. გამიგეთ? ესეც იქნება. ხო, აი ამის თქმა მინდოდა. ანუ სახელმწიფოებრიობა იცით როგორ არის? აი ყველა ძლიერი ეპოქა სააღრიშნელი არის ქანდაკება. აი გადაავლეთ თვალ ისტორიას. მაგ მიმართულებით აი უფრო ცოტა დეტალებს შევეხები, ალბათ საინტერესო იქნება. ფაქტობრივად აი შეიძლება ითქვას თავისუფლად, აი თავისუფლად შეიძლება გამოვყოთ ესეთი რაღაცა, რომ ერთი სახელოსნოა გვაქვს. რა თქმა უნდა, მოზრდილია და ფიზიკურად ყველა რომ მოვიდეთ, კი დავდგებით აი ესე, მაგრამ ცოტა მოგეხსენებათ ქანდაკების აღქმას დისტანცია ჭირდება, რაღაცა განათლება ჭირდება და კიდე ბევრი რამე ჭირდება და აი ელემენტარული განათების და სივრცის პრობლემა არის რა. იმას რომ აღარ შევეხო, რომ მაგალითად მაგისტრატურაზე რო არის სტუდენტი იმას ცოტა სხვანაირი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს და პირველ კურსებს განსხვავებული ინფორმაცია. გარკვეული თვალსაზრისით რაღაცა ინტიმური სიტუაცია გარემო უნდა კონდეს თითოეულ პედაგოგს თავის ჯგუფთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს იდეალური შემთხვევა რაც იქნება. ბატონებო და ქალბატონებო უკაცრავად. ერთი მიმართებით მინდა ასევე ცოტა გავშალოთ თქვენი ასე ვთქვათ აზროვნება. რა მინდა იცით, აი როგორი კითხვა დავსვა, ამ დარბაზში ხართ შემდგარი მოქანდაკეები, ხო, რომლებიც ამ სფეროში წლების განმავლობაში მუშაობთ. წინა სესიაზე ერთ-ერთმა აკადემიის სტუდენტმა განაცხადა, რომ ის ცოდნა, რომელსაც ის იღებს ბაზარზე, როდესაც ხვდება, ფაქტიურად არაფრის მომცემი არ არის. ამას გარდა წინა სესიაზე ასევე იყო საუბარი, რომ მოქანდაკე თანამედროვე რეალობაში არ არის მხოლოდ პროფესია, ხო? ანუ ადამიანს უნდა კონდეს გარკვეული უნარჩვევები. ეს უნარჩვევები არის დაკავშირებული თუნდაც იმ საკუთარი პროდუქტის, რომელსაც ქმნის, როგორ შესთავაზოს ამ შემთხვევაში დამკვეთ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს. ანუ გარკვეული უნარჩვევების აუცილებლობა დგება თანამედროვე რეალობაში, რომ გარდა ვთქვათ პროფესიისა და იმ ცოდნისა, რომელსაც აკადემიურად ის იღებს, ამის გარდა მას უნდა კონდეს გარკვეული ინსტრუმენტები, ანუ უნარჩვევები, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ამ პროდუქტის წარმოჩენას. აი ამ მიმართებით ხომ არ გონიათ, რომ დანაკლისი არსებობს? აი მე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა ეს დანაკლისი არის, თუნდაც რაღაც პრობლემებზე რო ვილაპარაკეთ, მაგრამ რეალურად უფრო დიდი დანაკლისი რაც არის, მაგ თემას თუ შეიძლება თქვენ ისნებართ შევეხები. აი ახლა სახელოსნოებზე რაზეც ვილაპარაკეთ, ხო? ანუ მთელი სოფლიოს მასშტაბით რო შევხედოთ სხვა მოქანდაკეებს, ანუ ევროპელ სტუდენტებს, ან ვინაც ფლორენციის აკადემიის ნამუშევრები რო გავხსნათ ქანდაკების და ახლა შევხედოთ, მაგათ ქანდაკების პირობები ბევრად უფრო, ანუ სახელოსნო პირობები, სწავლის პირობები თითქოს და შეხედოთ ბევრ უფრო კარგი აქვს, მაგრამ რეალურად ქანდაკების არზი ფორმის, ან ფორმა როგორც რაღაცა შინაარსის, ანუ როგორც დამოუკიდებელი შინაარსის მატარებელი არსი, ეგეთი აზრი აღარ აქვს, ანუ ისინი აკეთებენ რაღაც ზეტაპის და ყოველ შემთხვევაში ის აზრი რაც არის ქანდაკება
რაც დადგენილია როგორც ქანდაკება, მაგას მანდ აღარ სწავლობენ. და ამაში ორ ძლიერები ჩვენ ქართული სკოლა ფაქტობრივად ერთადერთი სკოლა არის, რომელიც შემორჩა, რომელიც ქანდაკებას ასწავლის როგორც ქანდაკებას და არა როგორც ადამიანის ძერწვას. მაგრამ რეალურად ერთადერთი მთავარი პრობლემა ჩვენ შეიძლება აკადემიაში შევეხოთ, ეგ არის მართლა სახელოსნოები და აბსოლუტურად თანხმები გიამატებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ის პირველი საბჭოებაც აკადემიის სახელოსნო უნდა შეგეძლოს, ეგ აღარ არის. იმიტომ რომ ერთადერთი რაც მინდა რომ საერთოდ ყველანი დავფიქრდეთ საკითხზე, როგორ გავაფართოვოთ აკადემიაშივე ქანდაკების სახელოსნოები. მე მალე მოვჩერდი აკადემიას და აკადემიაში სწავლო, ჩემი პრობლემა აღარ იქნება, მაგრამ ზოგადად ქანდაკება რომ დაეცემა და საბოლოოდ ჩემს მერთავი აღარ სწავლო, ეს იგი ანალოგიური გულისტკიულია, როგორც ყოველივე აქ სხდომისთვის, მაგრამ თემა არის ეხა აღსახსნელად ესეთი. აკადემიამ გააკეთა რეაბილიტაცია აკადემიის შენობის, საკმაოდ უხარისხოთ, სხვათაშორის ვინც არიცით, ჩვენთან სახელოსნოში ისევ დაიწვა განათება, ანუ ყველა მოქანდაკე მიცოდეთ, რომ ქანდაკების სახელოსნოში სადაც შევყარეს 6 კურსი და თან ამას ამართლებენ რომ არის კარგი, იმიტომ რომ ერთმანეთთან კონტაქტი გვექნება, კონტაქტი ისედაც ყველას კარგად გვაქვს. ის შეუულებრია, კი, ერთმანეთთან დავდიოდით. განათების პრობლემა, განათებას ეკიდება ცეცხლი, წყალი ჩამოვდის წვიმის დროს. და ყველაზე მთავარი ფართი აღარ გვაქვს და მაინტერესებს თუ აკადემიას გაუკეთეს, აი ეგ აღსანიშნავია და მე რამენაირად გავარკვევთ, ვისაც რა საშუალება გვაქვს და რა იურიდიული განათლებაც გვაქვს და ვინც შეუძლია დაგვეხმაროს და აი დარწმუნება ამაზე ხა ლექტორების განაგრძობის საუბარს. თუ აკადემიის შენობას როგორც კულტურულ რაღაც ძეგლს მიაშენეს ლიფტი, ან ჩოგოდ რაღაცა, ანუ აი ვაფშე არც ეგეთი ხო არასდროს 3 საუკუნის კი არა 1 საუკუნის წინ ლიფტს მიუმაგრებდნენ, ხო არ იყო ის ლიფტი. ის ლიფტი შუა ეზოში ხო დააყენეს. აკადემიის სახელოსნოში ელემენტური დღის განათების გაკეთება რატო გახდა პრობლემა? ან იმ შენობის რეაბილიტირება რატო გახდა პრობლემა? ეგ ხო რეალურად მიზანმიმართულად გაკეთებულია, რომ ქანდაკება რაღაცა უპატრიოტიზმის ხდება. აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა. და ამ საკითხზე ვფიქრობ როგორ ვქნათ? რომ სახელოსნო დავუნდეს. მე რა მინდა იცით, ცოტა მოვხაზოთ ის პრობლემატიკა, რომელიც არის ამ დარგთან დაკავშირებული. ეს გასაგებია. მოდით აი ხა გავყვეთ თემას, იქ თუ ესა მიკროფონი გვაქვს მანდ. ერთი რაღაც შემიძლია ვკითხო, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ აი თქვა და ვინც ვართ, აი ვინც ახლა სიაში ვართ, მოქანდაკე, ვინც საერთო სტატუსი გვაქვს მოქანდაკესი, რომ შევადგინოთ ისეთი საბუთი, რომლითაც მოვითხოვთ იმ ჩვენი კუთვნილი სახელოსნოების კულტურის სამინისტროსთან აღდგენას. რომ ჩვენ ვიძახოთ, რომ ეგ როგორც ეგ კულტურა ჩვენ ქონდა, ეგ სახელოსნოები ქონდა, ეს ფარტი ქონდა და თქვენ დაანგრიეთ. ბექა, ერთ წუთი გვაქვს უფლება, რა თქმა უნდა. მაგ უფლებას საკუთარ თავს ჩვენთან უნდა მივცეთ ეგ უფლება. ეგ არ არის იურიდიული ის არ ჭირდება რა თქმა უნდა გვაქვს მაგის უფლება. კაცო, მიკროფონი შეიძლება უკან გადავიდე. გამოვაში რა მიკროფონი. გისმენთ აბა? აი ხარისხზე და პროფესიონალიზმზე იყო საუბარი და ერთი მე მინდა დავამატო, აი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი აზრით. ეს არის ტექნიკური საკითხი, მაგრამ ქანდაკების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რაც ეხება აი ჩამოსხმას. ბევრმა სტუდენტმა საერთოდ არ იცის ჩამოსხმა. ანუ აი ხო აი ადრე ეს ისწავლებოდა როგორც ცალკე საგანი, ცალკე პროფესია. ხო და ეხლა ის საერთოდ არ არსებობს ეგეთი საგანი ქანდაკების პროგრამაში როგორც ჩამოსხმა. უსტარულ დონეზე. აი ძალიან დაბალი ხარისხით ისხმევა ეს ნამუშევრები და შედეგად მე ვიღებთ ანუ არასრულყოფილ მოქანდაკეებს მომავალში. ხო და აი რაღაცნაირად აი რო შეიქმნას ესეთი საგანი როგორც იყო ადრე, რო ისწავლებოდეს მაკეტის გაკეთება. იმიტომ ჩვენ ხო უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი არა მარტო ესკიზი, არამედ იმ სივრცის წარმოდგენაც შეგვეძლოს, სადაც დაიდგმევა სიტყვაზე ეს ნამუშევარი. და მასალასთან რო ისწავლებოდეს მუშაობა. 6 წლის მანძილზე ახლა რაც მე ვისწავლე პირადად, მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ჩემი ფინანსებით და ჩემი მონდომებით ვიძენდი მასალას და ვსწავლობდი. ანუ ცალკე მაგაზე რაღაც დაფინანსება ან
სივრცე არ იყო რა მოცემული ჩვენთვის და ძალიან ბევრს ისე აქვს დამთავრებული აკადემია, რომ აი თიხის და პლასტელინის გარდა არაფერში არ უმუშავია. დიდი მადლობა ამ ასე ვთქვათ თემის ამოწევისთვის. ჩვენ რაც შეგვიძლია გითხრათ, ეხლა ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ასოციაციის სახელით. იდეა და არსი მდგომარეობს, რომ აი ამ ღონისძიებების შედეგად მომზადდეს მოხსენება ქანდაკების ინდუსტრიის სიტუაციის შესახებ და თავისთავად მომზადდეს რეკომენდაციები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ის რომ ანუ მთავარი არსი ამისა მდგომარეობს იმაში, რომ ეხლა ლევანმა თქვა, რომ რასაკვირველია ჩვენ გვაქვს ამის უფლებაო და უნდა მოვითხოვოთო. ანუ ამ ფორუმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რაღაცნაირად გავერთიანდეთ და არა ინდივიდუალურად თქვათ ლევანმა ისაუბროს ამაზე, არამედ ვისაუბროთ თავად სექტორის, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა. რაღაც გაერთიანებული ენით, ველაპარაკოთ, ეს იქნება სახელმწიფო, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტი, თუ ეს არის ცენტრალური ხელისუფლება. ამ შემთხვევაში მერია და სამინისტრო. თუ თუნდაც ბიზნესთან ვილაპარაკოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ ერთად. ვილაპარაკოთ გაერთიანებული თემებით და შეჯერებული თემებით. მათ შორის აკადემიასთანაც. ხო, ანუ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ჩვენ რაღაცეებზე შევძლებთ შეთანხმებას, თუ ჩვენ შევძლებთ იმის დანახვას, ამ პრობლემების მოგვარება როგორ შეიძლება და ამაზე შევთანხმდებით, მერწმუნდეთ, მე ჩვენი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება და ურთიერთობა ბევრად უფრო გაადვილდება ყველა დონეზე. შესაბამისად, თავისთავად ესე იგი ეს მოხსენება მომზადდება, თავისთავად გაგეცნობათ წინსწრებად და თავისთავად, ასე ვთქვათ, მოხარულები ვიქნებით, თუ თქვენი მხრიდან იქნება გარკვეული კომენტირება და შესაბამისი, ასე ვთქვათ, დაზუსტებები. სხვადასხვა მიმართულებით. ეხლა კიდევ ერთი საკითხი მინდა, ასე ვთქვათ, ცოტა ფართოდ დავინახოთ. აი მაქსიმუმ და ესეთი გრაუნდი კიდევ სტუდენტი აღარ არის, როგორც მე ვხვდები. და რეალურად ხდება მხოლოდ შემთხვევითი სტუდენტები, ხო? ანუ აი ამ ფაქტორთან მიმართებაში თუნდაც პრეტენზია რო დადგეს ჩვენი მხრიდან, რომ აკადემიაში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ხო შეუძლიათ გვიპასუხოთ, რომ საერთოდ სტუდენტი არ არის და რა გინდათ? ხო, არგუმენტად სხვადასხვა ეხლა ვიტყვი გამხელილი ჯობია. თვითონ დავაყენე, რომ აქ არ დაეტევა 4 ბაკალავრი და 2 მაგისტრატურის ჯგუფი, რამდენი ხარ თუ აი ეს პასუხი მივიღე. დამატებით თუ ვაძლევთ მეთქი რამას, მაგრამ ამაზეც პასუხი ვერ მივიღე. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ესე იგი შეგიძლიათ მე ვთქარ აქ განთავსება შეიძლება მხოლოდ 3 ჯგუფის 4-იც დაეტევაო ხელმძღვანელის ანუ ამ შემთხვევაში უფროსის და იქ ვართ ეხლა 6 ანუ შპროტის კონსერვივით ვართ და მომავალში თუ რამე იქნება მეთქი, მაინც დავაყენე ეს საკითხი, იქნება რაღაც დამატებითი ფართი გამომერთვა კიდევ. რაღაცეები შეგვფიქრდნენ, ბოლოს ტყუილი გამოვიდა, ბოლოს ისევ დარჩნენ ნიკოლაძის ტერიტორიაზე, ოდესღაც შეიძლება რაღაც აშენდეს და იქ თქვენი ის გექნებათ. აი ეს იყო პასუხი. რაც შეეხება ახლა სასწავლო პროგრამასთან დაჩისაც გავცემ პასუხს. ეგ ცოტა ისეთი საკითხია, ეს ალბათ შიდა აკადემიური ის არის ჩამოსხმა იქ არასდროს არ ისწავლებოდა ცალკე საგნად. და რაც შეეხება ახლა ტექნიკურ ბაზას, ბრინჯაოს ჩამოსასხმელს არასდროს არ ქონია აკადემიას. ეს ხო, პრაქტიკას ახლა ტექნიკურად ჩვენ გვაქვს საშუალება რაღაცეები და მასალაშიც მუშაობთ, რკინაშიც, ქვაშიც, თუ ვინმეს სურვილი აქვს. მაგრამ ის რომ ჩამოსასხმელი უნდა იყოს, ამაზე წლების განმავლობაში იბრძოდნენ. ჯერ კიდე ირაკლი ოქროპირიძის დროს კათედრის გამო იყო მოყოლებული და დღეს ჩვენც რაღაცნაირად რაღაცას წვალობდით. წლების წინ ეკონომიკის სამინისტრო გვირდებოდა ჩამოსასხმელს შესყიდვას უბრალოდ
ჩამოსასხმელი თანამედროვე დანადგარის, მაგრამ შემდგომში რაღაცა მსოფლიო კრიზისების გამო ის პროგრამა დაიხურა. შერჩეულიც ქონდა მედალევანმა მაშინ მოამზადეთ დაახლოებით $15,000 ჯდებოდა წყალზე და დენზე არის ის დანადგარი, ამ შემთხვევაში ჩინური იყო, რომელიც სულ ცოტა მინიმალური ისავიგეთ მაშინ საზომად 50 კილოგრამ ბრინჯაოს გაადნობდა მცირე ზომის ქანდაკებებისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი მერე იმ ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდა ეს პროექტი. თუ ამაზე ჩვენ ალბათ ჯობია რომ ისე სამინისტრომ და ამან იზრუნოს მხოლოდ ის მიზერული დაფინანსება რაც სასწავლო პროცესისთვის არის ეს საკმარისი რა თქმა უნდა არ არის. და ტექნიკური ბაზა და რაღაცები ეს მეტი გასახანი რო იყოს მასალაში მუშაობის და თვით რეალიზაციის ეს ცალკე საკითხი და ცალკე ის არის სახსრების მოზიდვის აუცილებლობა. დიდი მადლობა ბატონო. ერთ რაღაცას დავამატებდი, ძალიან კარგად აღნიშნეთ, შეიძლება ისეთი რაღაცა გკითხონ რა, რომ თუ კი არ არის საკმარისი რაოდენობა სტუდენტის, რატომ უნდა მოვაწყოთ ეს სივრცე. მაგრამ საქმე მდგომარეობას იმაში, რომ შეიძლება ადრე სხვანაირად იყო და სხვანაირად უყურებდნენ ადამიანები თავის ცხოვრებას, მაგრამ დღეს ყველანი პრაქტიკულები გავხდით რა, შეიძლება ის მარტივად ითქვას, თუ კი ადამიანი მშობელი გადაწყვეტს, რომ თავის ბავშვმა უნდა ისწავლოს, თავისმა შვილმა უნდა ისწავლოს სადღაც უნივერსიტეტში, სანამ საბუთებს შემოიტანს, მოდის და რაღაც ათვალიერებს იმას. სად უნდა ისწავლოს თავისმა შვილმა. და თუ კი პრეზენტაბელურობა არის დაბალი იმ სივრცის, სადაც მერის სტუდენტი უნდა მოვიდეს, რა თქმა უნდა, თავს იკავებს. ბევრ შეუკავებია ძალიან თავი, აი ეგეთი ელემენტარული, ვითომ და ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არ არის საჭიროდ მოწყობილი სივრცე რა. თუ აი რაღაცა თავგადადებული ბავშვები მოდიან, ან თავგადადებული ბავშვები მოდიან, ან ისეთი ბავშვები მოდიან, რომლებიც პირველი ჩაწერის მოგეხსენებათ თანამედროვე სისტემა ესეთია, რომ რამოდენიმე საგანს ირჩევს აბიტურიენტი და შეუძლია 5 თუ 7 საგანი ჩაწეროს და ნუ იქ ქანდაკებას წერენ ხოლმე საკმაოდ დაბლა. იმიტომ წერენ დაბლა, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიღაცას გონია, რომ ნაკლებად საინტერესო გახდა ქანდაკება, ან პრიორიტეტული აღარ არის. არ არის საქმე ამაში, იმიტომ წერენ ზუსტად, რომ ჩვენთან აკადემიასთან მიმართებაში იმიტომ წერენ, რომ პირობებია უფრო უარესი, ვიდრე სხვა ფაკულტეტებზე, სხვა მიმართულებებზე. ამის თქმა, სასახად ხმამაღლა შეიძლება თამამად, რა, იმიტომ რომ ეს ძალიან ნათელია. ხო და რაც შეეხება ხო ამის თქმა მინდოდა რომ სინამდვილეში ეს განაპირობებს რა. მადლობა ლევან. ლევან, ხო. ისმის ხო? კი. მე მინდა ორი სიტყვა თქვა თავდადებულობაოდ ახსენა ბატონმა ლევანმა და მინდა შევეხმიანო თავდადებულობას. რეალურად დღეს ჩვენ რასაც ვაბარაკობთ იმაზე რომ ინერციით მიდივართ დასასრულისკენ. ანუ ნაკლები სტუდენტებია, ნაკლები შეკვეთებია, ნაკლები მოთხოვნილებაა და ასე შემდეგ. მაგრამ მე მართლა მინდა აი ბატონ გურამს, ბატონ ლევანს და კიდე ჩვენ კოლეგებს, ვინც აკადემიაში არიან, განსაკუთრებული მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ბევრი მსმენია რომ აკადემიაში ხარ როგორ უნდა ვასწავლო ჩვენი კოლეგებისგან რა. იქ როგორ გავჩერდე, იქ რაღაც პატარა ხელფასია პირობები არ არის და რაზეც ილაპარაკეთ, ხო და თქვენ ყოველგვარი мотиваციის, ასე ვთქვათ, მატერიალური мотиваციის გარეშე იქ ხართ და ინახავთ თითქმის უკვე ჩამქრალ კერას. არა და როგორ ამხელა ცეცხლიენთო აკადემიაში ყველას გვახსოვს. და ამისთვის მინდა რომ დიდი მადლობა გითხრათ თქვენ პირადად რა, იმიტომ რომ ძალიან მართლა თავდადებული ამბავია თქვენი მოღვაწეობა. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო ერთი რამე, რომ თუ ჩვენ დღესვე არ დავიწყებთ
ამ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკს და ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ და დავიწყეთ და თუ ამას არ გავაგრძელებთ ერთობით ყველა ბევრი არა ვართ მოქანდაკეები და ამ დარგში ჩახედული ადამიანები თუ ერთობით არ დავიწყებთ ამ პრობლემებზე მუშაობას ჩვენი განათლების სისტემა, მენეჯმენტი, სამინისტროები ძალიან დიდი სფეროა, მთლიანად მოიცავს მთელ სახელმწიფო სტრუქტურას თავიდან ბოლომდე. თუ ყველამ ერთად ამას არ შევუტიეთ და არ ავიტაცეთ ის რაღაცა ბოლო შანსი, რომელიც გვეძლევა, მართლა 30 წელიც არ უნდა იმას, რომ აკადემია საერთოდ აღარ იყოს აკადემიაში ქანდაკება. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, ბატონო ზვიად, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ საკითხებს შეეხეთ. ძალიან ბევრი რამე გვაქვს სათქმელი ერთმანეთისთვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ აი ბატონ ჯუმბერსთან მქონდა საუბარი და ამით არ თავდება. ჩვენ ახლა ვიწყებთ საუბარს, ვიწყებთ პრობლემების დაყენებას ყველა მიმართულებით. მათ შორის განათლების მიმართულებითაც. ის რომ არის დაბალი ხელფასი და სახელოსნო არ არის, აი ლევანმა სწორედ თქვა, ჩვენ თავს უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ამაზე დავიწყოთ ლაპარაკი და გავაკეთოთ ეს საქმე. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ არ მიეცით ჩაქრობის უფლება აი ამ კერას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაანთეს. მადლობა. მადლობა ყველას. ბატონ ლევან, მოდი თქვათ რა გვექნება ხვალ. კი ბატონო. მეგობრებო, ხვალ ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. ანუ ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ ძალიან გაგვიხარდება თუ ყველა მობრძანდებით. ხვალინდელი დღე ჩვენ გვექნება მე თან სათვალეც უნდა მოვიხსნა. საქართველოს მუნიციპალურ ცენტრებში მონუმენტურ მხატვრული კომპოზიციების განთავსების დისკუსია. ანუ თემატურად ეს საკითხი ეხება კონკრეტული კომპანიის, რომელსაც აქვს მოგებული აქვს ტენდერში 22 მუნიციპალიტეტში თუ არ ვცდები ხო ლევან? 64, აი. 64 მუნიციპალიტეტში აქვს მოგებული ტენდერი რეკონსტრუქციაზე. და გარკვეულწილად ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ რეკონსტრუქციაში გათვალისწინებულ იქნას ქანდაკება რაიმე ფორმით. მუნიციპალური ცენტრების რეაბილიტაციის პროექტი აქ მოგებული საბა კონსტრაქშენი არის ესეთი სამშენებლო კომპანია და 64-ვე მუნიციპალიტეტის ცენტრების რეაბილიტაცია ცენტრების ზოგან მოედანი არც არის გია რაიონული ცენტრი. ხო. ხშირად არის რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამ კომპანიის წარმომადგენლებთან. ბატონი ლევან თარგამაძე გახლავთ ეს პიროვნება, რომელთანაც მქონდა შეხვედრა და მისი ინიციატივით მან თვითონ მონახა ახალციხეში ჩვენი ასოციაციის მიერ გაკეთებული კონკურსი. თვითონ გამოთქვა სურვილი შეხვედრის და ინიციატივა გამოთქვა, რომ იქნებ დასაწყისისთვის რამოდენიმე რაიონულ ცენტრში ჩავატაროთ კონკურსი და დავდგათ ქანდაკებები. ძალიან საინტერესოა, რომ სამშენებლო კომპანიიდან მოდის ეს ინიციატივა. ჩვენ მოვიწვიეთ ეს სამშენებლო კომპანია და ბატონი ლევან თარგამაძე. მათთან ერთად მოვიწვიეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი, მაგრამ ის არ იმყოფება ქვეყანაში და მისი მოადგილე იქნება, ანუ ურბანისტიკაზე იქნება პარალელურად ლაპარაკი და ასევე მოვიწვიეთ ამ კომპანიის დამფინანსებელი სახელმწიფოს